TikTok-ი რო აიკრძალა, გაიგე? ნუ გეშინია, ეს საქართველოს არ ეხება. აი რა მოხდა. 18 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ს დაადეს ბანი ეროვნული უსაფრთხოების მიზნით. TikTok-ი გაქრა როგორც iOS App Store-დან, ასევე Google Play-დან და 170 მილიონი ამერიკელი მომხმარებელი TikTok-ის გარშე დარჩა. შემდეგ მოხდა ტრამპი და თავის ინაუგურაციაზე მან გააკეთა მოულოდნელი განცხადება. And as of today, TikTok is back. TikTok-ი დაბრუნდა და მისი ბანი გადაიდო 90 დღით. თავის სიტყვაში ტრამპმა გააჟღერა, რომ თანახმა იქნება TikTok-ის ფუნქციონირების გაგრძელებაზე იმ შემთხვევაში, თუ მისი 50%-იანი წილი ამერიკულ კომპანიას ექნება. მოკლედ, აკრძალვა მხოლოდ 14 საათს გაგრძელდა. ახლა ინტერნეტი სავსეა კონსპირაციული თეორიებით იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ყველაზე გავრცელებული და პოპულარული თეორიაა, რომ TikTok-ის წილი მეტამ შეიძინა. და აი რატო ფიქრობს ხალხი ასე. პირველ რიგში აკრძალვამდე 1 დღით ადრე TikTok-ზე შეიქმნა Facebook-ის აკაუნტი. ასე დაემთხვა, რომ TikTok-ის დაბრუნებასთან ერთად Instagram-მა გადაწყვიტა, რომ შეიცვალათ გრიდის ფორმატი და 1:1-ზე ფორმატის ნაცვლად ახლა გვაქვს 4:5-ზე ფორმატი, ზუსტად ისევე როგორც არის TikTok-ში. და კიდევ TikTok-ის გენერალურმა დირექტორმა შეცვალა თავისი bio და CEO of TikTok-ის ნაცვლად ახლა უწერია უბრალოდ TikTok. რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში.